ისე ჩვენ კლუბებზე რო გადმოვიდეთ, ისე რო ცოტა დაგვაყალდა და ბოლომდე რო გადაუვაროთ რა. ნუ შტურმი ვერ მოხდება ლიგაზე, მაგრამ ევროპა ლიგაზე ითამაშებს კიდე ეშვილი, იმიტომ რომ 5-0 წააგეს ბოდოგლიმთან და ალბათ 5-0 ვერ მოიგებენ. კაირატს ყაზახეთის აქვს საკმაოდ კარგი შანსი სხვათა შორის, იმიტომ რომ სელტიკთან, რომელიც ვიცით ყველამ რომ ცნობილია იმით, რომ ძირითადად კარგად თამაშობენ სახლში, სელტიკ პარკზე. სელტიკთან ითამაშა სტუმრად 0-0, კაირატმა და სახში უწევთ თამაში და თუ მოიგეს ჯგუფში გავლენ ლიგის, სადაც შეიძლება მოხდეს ასევე კვიპროსის პაფოსი, რომელმაც სტუმრად მოუგო ჩვენ ზვეზდას და ასევე ყველაზე კარგი შანსი აქვს და დიდი ალბათობით მოხდება ყარაბაღი, რომელმაც დაამარცხა ფერენცვაროში. ეს კაია ჩვენთვის რამხრივ რომ სამაგალითოც არის ერთის მხრივ და მე ჩასვლა იქნება შესაძლებელი მარტივად აზერბაიჯანში ჩახვალდათ რამე თამაშს დაესწრები რომელიმე გრანტთან თუ ითამაშებს ყარაბაღი და ალბათ ითამაშებს. ეს რაც შეეხებოდა ამ საკითხს. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშობს სად არის კაცო? ლინკოლნი რომელმაც 4-0 წააგო ბრაგასთან და მეორე თამაში კიდევ უფრო დიდი ანგარიშს წააგებს, მაგრამ ლინკოლნ რედ იმპსი ითამაშებს კონფერენს ლიგაზე, რასაც ყველას გილოცავთ. გიბრალტარის გუნდი არა პირველად, როგორც მახსოვს, იმიტომ მანამდეც გავიდნენ. მოხდება კონფერენს ლიგაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ გიბრალტარს ექნება შანსი, რომ რეიტინგში გადაასწროს საქართველოს ჩემპიონატს. ასე ასევე გილოცავთ. სრუტე გაგვასწრებს. რაც შეეხება კონფერენს ლიგას, გიბრალტარის გარდა სომხეთსაც ეყოლება თავისი შესანიშნავი წარმომადგენელი ნოას სახით. მე არ ვისურვებდი ნოას მსგავს შემთხვევას ქართულ ფეხბურთში რამხრივ. სომეხ ფეხბურთზე ფაქტობრივად არ თამაშობს. ეგეთი გუნდის კი შეიძლება გაიხარო რომ მოხდა იმაზე რა ქვია. არა, ის იგივე არ არის, ხო? იგივე შეგრძნება არა, მაინც არც ერთი ქართველი არ იყოს. სომხეთს ამ გუნდში ეგრეა თითქმის ბევრი ლეგიონერია ძალიან. თუმცა ამბავი ძალიან მაგარია. ნოა ოლიმპია ლიუბლიანას 4-1 მოუგეს ლიუბლიანაში და ნუ ეხლა რაღაც წარმოუდგენელი კატასტროფა და სასწაული თუ არ მოხდა, ნოაც, იგივე ნოე გავა კონფერენს ლიგის ჯგუფში. ანუ გიბრალტარს და სომხეთს ეყოლება იქ წარმომადგენელი, აზერბაიჯანს ეყოლება იმრანმა გაიტანა 3 გოლიო, ხო? ჩემპიონთა ლიგაზე. კი ბატონო. ხო? ულად ომარ იმრანი ათამაშობდა. საქართველოსდან გაქცეულმა ფეხბურთელმა. საქართველოს გაიქცა, შეგახსენებთ მაინც რომ საქართველოს გაიქცა სომხეთის ჩემპიონატში. საინტერესო არის კიდევ ორი ფაქტი. ერთი, რომ ვირტუსი, სან მარინოსი საერთოდ რო არ არსებობენ, მაგ გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი რომ შევიდეს კონფერენს ლიგაზე, იმიტომ რომ პირველი თამაში ისლანდიურ ბრეიდაბლიკთან ძალიან ღირსეულად 2-1 წააგო სტუმრად. იგებდა თან. მან იგებდა პირველი წუთებიდან და იმის მერე ვაფშე არ გადასულა იქ მეტოქს ნახევარზე, მაგრამ 2-1 წააგო. ანუ შანს ვირტუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს. სხვათა ვირტუსი არის გუნდი, სადაც მე მგონი თორცდები ვიქტორ სანეგეზე თამაშობდა 20 გაადვორც. არა, მე მგონი ჩემი ცვლანა. შენგელენ აღარ თამაშობდა ვირტუსში. ჩემი ცვლანა იწურება და ისმენთ. და ასევე მეორე საინტერესო ფაქტი ეს უკვე აღარ ეხება იმას თუ ჩვენზე ჩამორჩენილი უბედური ქვეყნების წარმომადგენლები ხდებიან კონფერენს ლიგაზე, მაგრამ მეორე ინფორმაცია არის შემდეგი. ლინფილდი და შელბურნი ხდებიან ერთმანეთს რო იცოდე, ანუ ჩილეთილანდის და ელანდის. რას ლაპარაკობ? არ გადამრი. რითია საინტერესო, იცი ეს ფაქტი რომ ლინფილდი და შელბურნი ხდებიან ერთმანეთს კონფერენს ლიგაზე? აბა. ამ სეზონში ლინფილდმა და შელბურნმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს ისტორიული ფაქტია, ანუ ერთ სეზონში 4-ჯერ შეხვდნენ ევროტურნირზე ლინფილდი და შელბურნი. შელბურნმა გააგდო ჩემპიონთა ლიგიდან ლინფილდის სხვათა შორის და აქაც პირველ თამაში მოუგეს 3-1. საწახვით განაცვალა. შენ გქტოვებ? დიახ. ცუდროს გქტოვებ, იმიტომ რომ მე მორჩი. გავნაგზოთ საუბარი. ამით ამოიწურა, ნუ თუ. დიახ, ლინფილდზე და შელბურნზე. გასკნელის ლიგის საუბარი. მორჩი მე ლინფილდზე და შელბურნზე ვისაუბრე უკვე. შუქიც ვიქრება. დონაციები იყო ლუკა მე მაინდა გთხოვთ რომ დაგიკითხოთ. ფართო. თუ ყველაფერი რასაც დღეს აკეთებთ, მარადიულად რომ განმეორდეს, გააგრძელებთ იგივეს. კი.
ბოლოსკენ ფილოსოფიას მოუკლოთ ცოტა რატომ თუ გაიწყო ეხა მაგაზე საუბარი მართლა მარადიულად გაგრძელდება ეს გადაცემა სულ ეს всё ეგ იყო დიახ 3 საათი შესრულდა ზუსტად 3 საათი შესრულდა მეგობრებო ამოიწურა ჩემი ცვლა მე დაგემშვიდობებით ორშაბათობამით სრულდება და გიტოვებთ ეთერში საუკუნის ჰანგებს მუსიკალურ გადაცემას, რომელსაც გაუძღვება დღეიდან ჩვენი ქორფა წამყვანი ბატონი ვახტანგ ბაციკაძე. საუკუნის ჰანგები ეს იქნება გადაცემა შემეცნებითი ხასიათის და ისეთი ხასიათის, როგორც ვახტანგს ექნება ხოლმე ორშაბათობით. შეიძინეთ კაბისა, ენერგეტიკული სასმელი, მოდით ენერგიაზე და გქონდეთ ასეთი საოცარი გადაცემა. მე დალიეთ ლუდი 5-დან 0, 5-დან 0 დალიეთ. კი ბატონო, დაიწყოლეთ ლუდისა ნატურალური ჩიპსი ქართული და მე რომ დაგეძინებათ თუ მოგინდებათ რომ ისე ვიფხიზლოთ ლავკაბისა გემშვიდობებით და ეთერში გიტოვებთ მუსიკალურ გადაცემას საუკუნის ჰანგები რა მუსიკალური ჰანგები შეგუარა მუსიკალური რამე რაღაცა მომაბრუნეს უკან ხალხო. ასაკეთებ. რაზე ვისაუბრო, არ ვიცი, ანუ მოგემზადებინეთ წინასწარში, ჩემ რაზე გაგაფრთხილებინ. მაყურებელი მკითხავს? ცოტა შუისკენ გამოვიდა. აი, კითხვა არის. Queen-ის დისკოგრაფია დაგვილაგებ. ამ გადაცემაში უნდა დაგილაგები. დავაი. აიცა. 15-ია რუსეთში. უცებია. კაი მოდი ასაკნოთ. მაგრამ მე ვარ დამავიწყდა რაღაცა. Queen მეორე პირველ ადგილზე უეჭველი, მაგრამ მე ვასება ჩემს ალბომია. Innuendo მეორეზე. მესამეზე A Night at the Opera. მეოთხეზე Sheer Heart Attack. მეხუთეზე News of the World, მეექვსეზე A Day at the Races. მეშვიდეზე Jazzy. მერვეზე Kind of Magic, მეცხრეზე Miracle, მეათეზე Made in Heaven. მე-11-ზე Flash Gordon-ის ალბომი დიპლე, ბატონო. მე-11-ზე იცი, ხო, ჩამოთვალე ეს თქვი. მე-11-ზე Works იყოს. მე-12-ზე The Game, მე-13-ზე Queen პირველი, მე-14-ზე Hot Space და მე-15-ზე Flash Gordon. ეს იყო 15-ვე ალბომი, რომელიც აქვს Queen-ს. Flash Gordon-ი ძალიან ცუდია და ბოლოს ზონდა იყო სოლო ვარიანტი და არც ის არის, რა ქვია, ბევრად უკეთესი ალბომი Hot Space-ი, სადაც ერთადერთი კულკეთია გაიცნობა. ხო, ყოველმისლება კულკეთის გარდა რა არის კიდე აქ. ანუ ბექჩეტია კიდე Under Pressure რა კალა. ალბომში Under Pressure ყოფილა რა მასოდა. მაინც ბოლოს წინაზე იყოს, იმიტომ რომ ეს ელექტრონული ის რო კონდათ მონაკვეთი, როდესაც ელექტრონულ მუსიკას შეუბერეს, არის კონტაქტ კაი, ჩემს. და თქვენ რო იცოდეთ ხა. ლუკა დგას გიჟივით, ამდენი ხანია. აი ესე ფეხზე და ანათებს. აი ესეთი ხელო, ესეთი განათება მაქვს. ლიზა მოგწერა წესია და დაიჭირა განათება. რო იცოდეთ, არაფერი არ უწერია ამას. გამორთულია ვაფშე ლეპტოპი. ხო. გაიტანა ლივერპულმაო და პოუპი ჩავიდაო წერენ. ანუ კუთხურზე ჩავიდა. ხადაობს ამითორს იგებს ლივერპული. კაი, მორჩით მართლა. ნგუ, წერან გამოვიდა ეს ტიპი ზამენას და მეთქი ვინ არის თქო, შეჩემა გოლი შეაგდო ნგუმოჰამ. რიო ნგუმოჰა 16 წლის ტიპმა შეაგდო გოლი ბიჭო ლივერპულში. ეგ არის რა 15 წლის ტიპი 16 წლის ტიპი ახალხი თამაშობს შემეგა წავიდა ჩვენი დრო 230 кейსაც გილოცავენ ჩვენს გილოცავთ ბევრნი ვართ ერთად და კიდე უფრო მეტი უნდა ვიყოთ ხალხო მეტნი ერთ მუშტად შეკრულები ერთ მუშტებად თუ მუშტად თუ როგორც არის შეკრულები ამაზე უკეთესი ვერ ნახე ვერაფერი შეჭა პორნოს მუსიკაა 60-იანების პორნოა შეჭა ბასი განსაკუთრებით 60-იანების პორნო შეგესოდინე ბასი შეჭა იმენა ეგ არის ულოშებიანი ტიპი უნდა შემოვიდეს რა კადრი უცებ არ ყავს არა ულოშებიანი ბლა აი ზუსტად ეგეთი ხო ას მახენ ლაილა
ой, ეს ელე, ორკენო კორმოს დაიხარ. შეჩემე პორნოა თუ ისა დრამა რაღაცა ჩხუბობენ ტიპები. აი არ გავს გერმო. სკაი, წავედით ხალხო. არ სერიოზულად როგორ დავამთავრე ხა მუსიკაზე. შემდეგ კვირასაც დავბრუნდებით და თან სერიოზულ რაღაცას ვილაპარაკებ და თან ყლეობაზეც. აი ვინ უნდა გაგვაშაოს ბიჭო ჩვენ? აი ვინ უნდა გაგვაშაოს? ჩვენზე მეტი ყლეობა ვინ შეიძლება ჩვენ გავგვიკეთოს შეჩო. საკუთარ თავს ისეთ ყლეობებს უკეთებთ, ჩვენ ვინ უნდა გაგვაშაოს ბიჭო? ვერავინ ჩვენ უნდა გაგვაშაოს შეჩო. ისე იმაზე დიდ ყლეობას